ბატონებო, ჩვენ მომავალშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუძახით მის ნამდვილ სახესა და გვარს ჰაკიმ ფაშას. დიდი მადლობა. მორიგი დაპირისპირება პარლამენტში მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი კანდელაკმა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰაკიმ ფაშად მოიხსენია. ამ რეპლიკას უმრავლესობის აღშფოთება და მწვავე რეაქცია მოჰყვა. სხდომათა დარბაზში გინებაც გაისმა. რამდენიმე წუთით შეფერხდა სხდომაც. შეურაცხყოფაზე გადადიან პრემიერ-მინისტრს თავის სახელი და გვარი აქვს და იძახიან ჰაკიმ ფაშა. უნდათ რომ გადაფარონ თავიანთი სიბინძურები მაგით და გამოიყვანონ მდგომარეობიდან ხალხი. ეს სახელი და გვარი ჰაკიმ ფაშა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავად აირჩია, როცა მან გამოაქვეყნა გამოძიების სურაბ ჯვანიას ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმეში არსებული მასალები, რომელიც საქმეში დევს და ესე პირდაპირ ვერ მოხდებოდა ღია სივრცეში. დეპუტატებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონპროექტია, რომლის მიხედვით ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნულ ბანკს გამოეყოფა და პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება. სწორედ ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება ნაციონალური მოძრაობა. საპარლამენტო უმცირესობის წევრები ხელისუფლებას მოსახლეობაზე ტოტალური კონტროლის დაწესების მცდელობაში ადანაშაულებენ. თუმცა ამ მოსაზრებას არ იზიარებს კანონპროექტის ინიციატორი. ასეთი სამსახურები ბევრ ქვეყანაში არიან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან, იმიტომ რომ შემდგომი ქმედებები სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებამ უნდა გაატაროს, როდესაც თუ ასეთი რამე არის აღმოჩენილი. ამიტომ დღეს ჩვენ მივდივართ სწორი დღით, სწორი გზით. კანონი, რომელიც არის ინიციირებული, ამით უნდათ რომ გააკონტროლონ ყველა საბანკო გადარიცხვა, ყველა ბიზნეს ოპერაცია აბსოლუტურად, ყველა მოქალაქის საბანკო გადარიცხვა და ეს ყველაფერი უნდათ რომ დაუქვემდებარონ პრემიერ-მინისტრს. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ კანონის მიღება არის დაუშვებელი და სამწუხაროდ უმრავლესობა დღეს აწერს ხელს ტოტალური კონტროლის დამყარებას ქვეყანაში. კანონპროექტის შესახებ დეპუტატების მსგავსად განსხვავებულია ექსპერტთა მოსაზრებებიც. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის აზრით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რეორგანიზაცია აუცილებელია. ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტ რომან გოცირიძისთვის კი ყველაზე მისაღებია მონიტორინგის სამსახური კვლავ ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში დარჩეს. ეროვნული ბანკი როგორც აპოლიტიკური ინსტიტუტი გაცილებით შეეფერება მის ზედამხედველად ყოფნას, ვიდრე მთავრობა. მთავრობა არის პოლიტიკური ინსტიტუტი, მთავრობას აქვს ასე ვთქვათ ბუნებრივი პოლიტიკური ინტერესები. მე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებლად რაღაც კანონდარღვევაში გადაიზრდება, მაგრამ თავისი ბუნებით ის უფრო მეტად არადამოუკიდებელს გახდის, ვიდრე ეროვნულ ბანკში ყოფნა. დღეს მინდის საუბარი, რომ დემოკრატიულობის პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას დაექვემდებაროს. თავად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი ასეა, აღმასრულებელ ხელისუფლებას ექვემდებარება კანონით არანაირი რისკი და საფრთხე არ ჩნდება იმისი, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მეშვეობით ხელისუფლება გააკონტროლებს მასობრივად ადამიანებს, ბიზნესებს. რატომ უთმობენ დეპუტატების საკანონმდებლო საქმიანობის პარალელურად დიდ დროს ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას? ამ კითხვით თავად კანონმდებლებს მივმართეთ. მე პირადად ის ყველაფერი რაც ხდება პარლამენტში მაგოლებს ცივილიზაციათა შორის დაჯახებას, როდესაც ერთის მხრივ არგუმენტები, პროფესიული, კვალიფიციური, კომპეტენტური კრიტიკა უპირისპირდება მეორე მხრივ აგრესიულ კუნთებზე ყურებას, როდესაც დეპუტატებს არ შეუძლიათ გამოიყენონ პარლამენტის ტრიბუნა, გასცენ დამაჯერებელი კვალიფიციური პასუხები ოპოზიციის მიერ წამოყენებულ არგუმენტებს. მესმის რომ ჩვენ სიამტკბილობით მუშაობა არ გამოგვივა პარლამენტში, თუმცა არსებობს გარკვეული სტანდარტები, როდესაც პრემიერ-მინისტრს მოიხსენიებენ ჰაკიმ ფაშად და ამას უკვე მე რამდენეთი მეორებენ და აქციეს ტერმინად ბუნებრივია მქონდა და მექნება რეაქცია. კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტარებმა ერთმანეთის გაწევ-გამოწევის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე განიხილეს.